რუი გავიგდ ფეხის დროა გადაწვა სენთან ისე დამოხდა სივრცე შანსია დაგვარდოს დემა დღეს თუ მიძალს დგავა ხვალ მოგმინდება ფრენა ბოლომდე დავანთე ანუ უჩნიკი არ იჭერდა მე ესე ვთქვი ყოველ შემთხვევაში რომ არ იჭერდა უჩნიკი დავაგრძელე აი ესე დაყენდა გაგრილდება აი აქ აყენია გადაჭრილი ამორტიზატორი რაც ეყენა ამ მანქანაზე მე არ დამიყენებიათ და აი ეს მონაკვეთი უნდა მოიჭრას არის ვარგა ზამბარი მაგ ციტილ ზამბარები რაც დავაყენე როგორც ხედავთ მოვიდა პრუჟინები ჩემი ინტერესი ისაა რომ მანქანა აიწიოს რა წუხებს პაციენტ გული შედიდა როგორც ხედავთ სიმაღლეებში აი ესეთი სხვაობაა აი ესე დადგა ძალიან დიდი ადგილია გამარჯობა მეგობრებო ახალ ეპიზოდში დაგიბრუნდით შეგახსენებთ არხის გამოწერას დალაიქებას თითები გამირბის მაგრამ არა უშავს დალაიქეთ ინსტაგრამზე გამოყოლა არ დაგაუწეს რომელიც აღწერა შეიქნება და აბა თქვენიც წინასწარ იდება ხოლმე ნიუსები ინსტაგრამზე ამიტომ გადადი ახლა გამოიწერე ჯერ არხი და მე გამოიწერე ინსტაგრამ აქ იქნება ან აქეთ იქნება და აღწერაშიც იქნება შეგვიძლია დავიწყოთ ვიდეო მეგობრებო მოვიდი მანქანასთან და არის ეხლა გასაკეთებელი მანქანა და რეალურად გეტყვი უკანა სისტემა რუჩნიკი რაზეც დგას არის გასამართი ბოლომდე ანუ ჰაერები არის მაინც დარჩენილი სისტემაში და უნდა ამუტუმბოს ჰაერი დაფაერდეს ეს სისტემა რომ ჰაერები გამოვიდეს სისტემიდან რუჩნიკსაც ეხება დარჩენილი ყველაფერი გამართული მე დაიწყე ფიქრობ თიმოს რომ ეს დავდოთ მანქანა იმიტომ რომ რა დიდად დისკომფორტს არ ვიქმნის ამის სიმაღლე იქიდან გამომდინარე რომ ეს მაინც რითქარია და შესაბამისად უნდა იყოს ეს ჩემი აზრით რა ნახოთ თუ რამეა ჩამოვწე კითხვის ფინიში გავარით და მალე ამოგვიქავთ აქედან გავიყვანთ ზეთ შევცვლით და წავალთ ეგრევე ტრეკზე თავარი პრობლემა რაში შეგვექნება დრიფტის კუთხით და ხელი არის ესეთი რაღაც მოდი როცა უხვევ საჭეს იქიდან ხარეს ედება აი აქ რა ეხლა ერთი ამბავი არის ეს უნდა მოიჭრას აქ ეს უნდა მოიჭრას აქ ეს წინა წამოიწევს და აი აქ სადღაც აი აქ უნდა გადადუღდეს ეს ჩაიჭრება აი აქ და წამოვა წინ თუ აღარ მოიწევს აი აქ რა აი აქ ედება ძუნუჯერ ნავწვი დისკი მოხსნა და დავიწყო დახარება იმ აპარატს განახეთ რა აპარატს ვიყიდე ძალიან კაი რაღაცა არის რა და რა ვიგმის თუ გამოგადგებათ მაგასაც გაითვალისწინე ჩემები ნიკოლოზის ესეთი მაგარი რაღაც დავითრიე არის ესეთი სიტუაცია გაქვს აი ესეთი მოწყობილობა და გაქვს აი ესეთი აუზი ჭიქა სადაც აგიხსნით რა უნდა გაკეთდეს დეტალურად აი ესეთი ბევრი გადამყვანი არის რომელიც დგება საჰაეროზე აი აქ ძუძუკას რო ეძახიან მან ჩემ შემთხვევაში არის აი ესეთი აი აქ ეს დამაგრდება რომელიც აი ეს საკაიფოდ კარგად ჯდება მოუშვებ საჰაეროს აკავს რამდენიმე ბარზე და დაიწყებს ჟიტკი წამოსვლას და გამოყვება ჰაერები ამავდროულად ჟიტკი რო წამოვა რო არ დაიქცეს ძირს არის ესეთი აუზი სადაც ჩაისხმება ეს ჩვენი სითხე სხვადასხვა გადამყვანები მოყვა ნუ ისინი არ ვიცი არ შემხედრია და დანარჩენი გავკითხავთ სტანდარტულად როგორც არის ხოლმე ესეთები არის ნუ ეს არის ესე ამით ახლა ავიყვან და დავიწყებ დაჰაერებას და ვაკონტროლებ ასევე აი შიგნით გიდროს სითხეს რომ არ დამეცალოს და ჰაერები არ წამოიღოს ჰაერი არ აიღოს იქ რას უიღოს მუდმივად სითხე პროსტა ლიზას ველოდები გასულიან და დავიწყებ ამის დაჰაერებას და განახებ ეტაპობრივად როგორ უნდა გააკეთო ეგ ამბავი აიცა მივიდე მანამდე მოკლედ აი აქ ამას რომ მოხდი აი ესეთი ვილუდის ბაჩოკი აყენია ძალიან არის გადაჭერილი ერთი წუთი აი ანუ ეს უნდა ვაკონტროლოთ მუდმივად რომ სითხე ყოველთვის ეს ხარ შიგნით იმიტომ რომ ჰაერები არ აიღოს აქედან და სისტემაში ჰაერი არ წავიდეს მე უკვე დავიწყებ აი იმ აპარატით დაჰაერებას სითხეს არ დაისხმება ქვემოთ და დაჰაერდება რა ბუშტუკებს წამოიღებს თავის სითხესთან ერთად იმედია გამოვა რა და იმედია ტყუილ არ ვიყიდე ეს თავარია ეგა მეგობრებო როგორც ხედავთ ლიზა მოვიდა ეხლა ლიზა შენ დავალება პირველ რიგში არის ესეთი ამბავი მოვიყიე ჯიტკი მანქანაში ხოდებს უნდა აიღო და უნდა აკონტროლო ვილუდის ბაჩოკის ის რა ქვია სითხე არ უნდა ჩამოვიდეს იმ ნიშნულს რაც არის ხო მაგრამ მაყურებელმა ხო არ იცის არ უნდა ჩამოვიდეს ქვემოთ რა როგორც გითხარით წეღან სავსე უნდა იყოს რომ ჰაერები არ აიღოს ბაჩოკმა რა სისტემა ხო და მოდი შენ ეგ გააკონტროლე და მე ამას გავტესტავ როგორი იქნება თან მაყურებელს აუხსნათ ლიზა აკონტროლებს აქ სითხეს
იმ ნიშნულზე უნდა იყოს, რაც არის ამ ეტაპზე. რო წამოვა ეს ჰაერები თავისით, ანუ აქედან ვაკაჩავებ მე აიმით რა. ეს რაღაც უკეთებ. აქედან წამოიგებს ჰაერს თავის სითხესთან ერთად და დაჰაერდება ეგრე. მე იქიდან ხარეს გადავინოსლებ და ეგაა, მეტი არაფერი არ არის. სისტემას აი ესე უშვებთ. და ძალი ხელთ მიჭირს. ძიო, მოუშვი ეს საჰაერო. ეხა ამას ვიგებთ. აკვავს. მოკლედ აი ესე პირიქით იყო ლიზამ იმენა მითხრა ერთი 20 ჯერო შეამოწმე საჰაერო აი აქ რასაც ხედავთ ვაიმე ძალი ხელთ მიჭირს გადაღება აი აქ და ეს გამოუწიეთ და ეხა აი ესე მოდის ჰაერები გამოგვივიდა ეს ამბავი ლიზას დამსახურებით ეხა აღვიხსენი რა გააკეთე ძალიან მარტივი პროცესია რა ძუძუკა მოჭერილი გაქვს აერთებ ვაკუუმის დასაჰაერებას და აკყავს რაღაც დონემდე 0.5-მდე ან რაღაც ეგრე. ამის შემდეგ გადმოდიხარ უკვე აქეთ. მომარჯვებული გაქვს ჟირიტკი, ყოველთვის ავსებ. უნდა იყოს სულ სავსე. იმიტომ რომ ჰაერები არა იყოს. ხო. და ხელით უნდა მოკაჩო რა. მოკაჩო. თან უნდა ამატო. ხო, ეხლა ცალ მხარე დაგვრჩა. ახლა მეორე მხარესაც გადავალთ, იგივე პროცესს გავივლით. წესით დაჰაერდება ორივე მხარე. აქეთ მხარეს უკვე ჰაერები აღარ მოხონდა. იმედია ისე დაიჭერს როგორც ჩვენ გვინდა. დაჰაერდა აქეთ მხარე. აი ეს, იმიტომ რომ ჰაერები აღარ მოხონდა და ნახოთ პრაქტიკაში როგორი იქნება რომ მოვკაჩავ. პირველ რიგში მანქანას რო გავიყვან, უეჯერებ და მოვკაჩო რუჩნიკი და ვნახო. იჭერს თუ არა. იმ დონეზე რა დონეზეც მინდა რომ დაიჭიროს, თორე ისე აქამდეც იჭერდა, მაგრამ იმ დონეზე არა მე როგორც მინდოდა. მოდი მანქანაში ჩავჯდები და გავისაუბროთ 1-2. ხა, აგიხსნით სიტუაციას, რაც ჭირდება მანქანას რა. სავარაუდოდ მაგას უეჭველი დავიკრე, იმიტომ რომ ლიფტში არის საჭირო ეს დეტალი. ეწოდებული გაზვალის დახრას, რასაც არეგულირებს. 66-ს ქარხნულად არ გააჩინია ეს რეგულირებადი. არის ერთ პოზიციაში მუდმივად. ესეთი რაღაცა რკინა არის და მუდმივად არის ერთ პოზიციაში. ხო და ეს რკინა უნდა ჩაანაცვლოს ახალი რკინით და იქნება რეგულირებადი რა, რო ვიყიდი მაგ დეტალს აუცილებლად განახებთ. ეგ რო დადგება, საჭიროა იმისთვის, რომ ეს დახრა გაასწორო 0-ში, ერთი პლუსი ის აქვს, რომ საბურავი მოეჭიდება იმ დონეზე, რა დონეზეც საჭიროა, დრიფტში რომ მოეჭიდოს და მეორე ვარიანტი არის ის, რომ საბურავი გაწვდეს სწორად რა, არ გაწვდეს ესე კუთხეებში, აი ნახევარზე რო წდება ხოლმე საბურავი, ეგრე რო არ გაწვდეს და თანაბრად გაწვდეს რა, მთლიანად და პარალელურად მოეჭიდოს, როგორც გითხარით. თუ ეგ არის რა, მეტი არაფერი ფუნქცია გააჩნია მაგ დეტალს, რაც არის ეს რკინა. ეგ რომც არ დავაყენო ისაც ის რეალებს, მაგრამ საბურავის გაწვდოს არათანაბრად, თან მოჭიდებას ნაკლები იქნება და ამიტომ მაგასაც გავაკეთებ რა სავარაუდოდ. რო გავიყვან მანქანას აქედან. მივიყვან ხელოსანთან და დააყენებს, იმიტომ რომ ამის ნერვები მე აღარ მაქვს. ნამდვილად დამეთანხმება ლიზას, რომ ამის ნერვები მე არ მაქვს. ზეთი არის შესაძლებელი? ხო, ნუ ზეთი რო შესაძლებელი არის ეგ უთხარი, ზეთს შევცვლით, ფილტრიც ნაყიდია, ზეთის ნაყიდია, ჩავასხავთ და წავოდით. მე ამის ნერვები არ მაქვს. უნდა გამოვაქანო და რაღაცას უნდა დავასხდე, არ მაინტერესებს. მეგობრებო, როგორც გითხარით, რეგულირებადი მასები უნდა ვიყიდო მეთქია ეს რკინა თქო. აი, აქ არის და არის ესეთი რა, ძალიან მარტივი კონსტრუქცია, არაფერი განსაკუთრებული. ამას მოუშვებ. აქაც დაარეგულირებ, აქედანაც შეგიძლია და ამასაც მოუშვებ და აქედანაც დაარეგულირებ და რამდენზეც გინდა იმენზე ან დააკემბერებ, ან მინუსში გავუშვებ, ან პლუსში გავუშვებ და დააყენებ ისე როგორც გინდა. ძალიან კაი რამე არის. სავარაუდოდ აი ამას აქ დაერხევა, მაგრამ მერე თუ დაიქვემდა Onaybo rasuqda rozaylas nas dixter mexet შიქ ხო არა გაქვს ეს ბაზრო. არა მერე სავარაუდოდ შეიძლება ჩაიპრესოს ეს, არ ვიცი ზუსტად. აი რო ჯაა ძალიან რა. მანქანასთან მივალ სავარაუდოდ და მე დავაყენე. მირჩენია მე დავაყენო მაინც რა. იყოს რაღაცა ჩემით რო ვაკეთებ, რა სხვას არ ვაკეთებ. მაქსიმალურად ვცდილობ რომ ჩემით გავაკეთო მანქანა, რომ ყველაფერი დეტალურად ვიცოდე მანქანას სად რა აქვს. მერე რო გაფუჭდეს რა უნდა ვქნა და ასე შემდეგ რა. ამიტომ ეცადეთ რომ თქვენ გააკეთოთ ხოლმე რაღაცები. თუ შეგიძლიათ რა თქმა უნდა. ავდი და მანქანიდან ჩაგერთვებით. მანქანასთან მოვედი, არის ეს სიტუაცია. ის სარაზვალე რო ვიყიდე, ანუ მასები, რაც არეგულირებს უკანა თვლების დახრას, რამდენად უნდა იყოს გადმოხრენენ გადახრენენ რაზვალს რო ეძახიან ეგრე წოდებულს. დავწიე მანქანა ძალიან დავიღალე რა, იმიტომ რომ ადგილი შეუცვალე მანქანას აქეთ გადმოვაყენე და ძალიან დავიღალე. ეხა ავწევ. და იმ დონეზე რო ჯეკები დაუდგა და
დავიწყებ მოხსნას, რაც არ არეგულირებადია და დავაყენებ რეგულირებად. პირველ რიგში რაც უნდა გაითვალისწინო, უნდა აწიო დისკი მოხსნა, კიდე უნდა ჩახსნა, რომ სულ არ უნდა ჩამოიღო, უნდა მისცე საშუალება, რომ იქ ძალიან ცუდად დგას ერთი ბოლტი, რაზეც დგება ის სარაზვალი. მაგის გამო გიწევს ხიდის ოდნავ ზემოთ აწევა და უკან გამოწევა. და იმედია მარტივად გამომოი ყველაფერი. და დანარჩენი რა ვიცი, მე მგონი სხვა არაფერი არ უწევს ისეთი. აქეთ ერთი მხარეს აქ ჩასახსნენ და მეორე ის ადგილას, სადაც ფიზიკურად მარტივად ვერ მიუდგები. ძალიან დავიყარე, გვეჭველი მაგას ქლოშინებ. როგორც ხედავთ, ძალიან მხარე წამოვწიე. არის ამ პოზიციაში, უნდა შევძვრე. იქით ამ მხარესაც დავუდებ მაინც სტრახოკის პონჩი. შევძვრები და დავიწყებ უკვე მოხსნას, რაც აყენია ქარხნული. მოხსნი იმ ქარხნულს და დავაყენოთ რაც ვიყიდე. დავაყენოთ ის რეგულირებადი რა. მანქანა მეორე მხარესაც ავწიე, დაუდე ეს ჩეკი. იქით ამ მხარესაც არის აი. და გიწევს ესე იგი ესეთი რაღაც. აიცა ერთი წუთი ქვემოდან შევალა. განახებთ. სამს ის დავიფიძე. მოკლედ გიწევს აი ამის აქ გადახსნა და მეორე არის აი აქ, სადაც უწევს ხიდი. ხიდზე უნდა მოხსნა ეს ორი ბოლტი და წინა ბოლტი. ხიდი უნდა წამოწიო მე ოდნავ ზემოთ და გამოწიო უკან. ნუ ეს აქ ბოლტი გამოაძრო, იმიტომ რომ ნახეთ სად უწევს. აი ეგრევე ხიდი უწევს აი აქ და არ ეყოფა მანძილი. ამას გადავხსნი და აქ ჩავხსნი და ეგა. ვინც გადაწყვიტავთ რომ დააყენოთ ეს რეგულირებადი მაშები, ესე იგი გიწევს ესეთი რაღაც, როგორც გითხარით, აი აქ უნდა გადახსნა და აი აქ უნდა გადახსნა, მაგრამ ეს რო გადახსნა და აქ მოუშვა, ბოლომდე ვერ გამოვა ეს ბოლტი, იმიტომ რომ უშლის ხიდი. ხიდი უნდა ჩახსნა მე აი აქედან და ნუ წინიდან და გამოწიო უკან, ანუ უკან უნდა გამოწიო, რომ ეს ბოლტი გამოვიდეს გარეთ. ეხლა მაგ პროცედურას გავდივარ, აქეთა ის ხიდის ბოლტი ჩავხსენი და წინა მხარეს უნდა ჩავხსნა, რომ ეს ეხლა გამოვაგდო რა. და всё, ნუ ესეც დარჩა ერთი. ეს დარჩა და წინა და ხიდს წამოვწევ ზემოთ და უკან. და ვნახავ მე როგორი იქნება რამე თუ შეუშლის კიდე. დამოვიწყდა მე თქვა გადახსნილი მაქვს და დამჭა ეს. არა ის ბოლომდე არ მომიშვია, ეხლა უნდა მოუშვა. просто ხიდს გამოვწევ უკან და მომიწია ამ გამშვების ქვემოთ ჩამოწევა, იმიტომ რომ ფიზიკურად სხვანაირად ვერ იზამ. თან მხარე მოხსნილია და არის ესეთი სიტუაცია. ეხლა დავიწყებ ამის დაყენებას. თვალით გავასწორებ და მე მივიყვან რაზვალზე. და მე გასწორდება რაზვალზე ჩვეულებრივად საკაიფოდ, რაზომაზეც მე მინდა. აქეთ მხარეს დავაყენე რეგულირებადი მაშა. აი ესე არის. ნუ ამოწოდებს მიყენება უნდა და всё. აქეთ მხარეს მორჩა, იქით მხარეს ვერ ვაყენებ. თან მხარე მორჩი, მაგრამ მეორე მხარეს რაღაცა პრობლემა გაიჩნდა. აი ესეთი რაღაც არ მოიგინე. აი აქ დგება ბოლტი, ანუ აი ბოლტი მიდის, რომელზეც ხიდი უშლის და 1000 რაღაცა. ეს რაღაცნაირად უნდა მოხსნა და აქ აქვს გაიკა. ოღონდ ეს გაიკა არის გაჭედილი ბალკაში. და რაღაცნაირად აი პროსტა დაფიქსირებულია ეს და აქედან ეჭირება. და ამას რომ მოუშვებ ეს გაიკა ვარდება. აქეთ მხარეს რომ ვაყენებდი ამ გაიკას, შევარდა ბალკაში და ვერ გამოვიღე ვერაფრით. ეგ უნდა ვიყიდო. ოღონდ იქით მხარეს ჭირდება, აქეთ მხარეს დავაყენე, ანუ იმისი გადმოვიტანე აქეთ. რომ ვიყიდე გაიკას, იქით მხარესაც მოვაგვარე. აქეთ მხარე მოგვარდა, პროსტა რაზვალის გასწორება უნდა, თვალით რა მეტნაკლებად გავასწორებ და მე მივყვან რაზვალზე აქეთ მხარესაც რო დავაყენე, აქედან რომ მანქანას გავიყვან. ეხა აქაურობას უცებ მივალაგებ, თვალით გავასწორებ ამ რაზვალს. შეიძლება არც გავასწორო, მაგრამ შეხედა როგორ დაიჭერს და მეორე მხარეს შემდეგ დღეს გავაკეთებ ამ ყველანზე. რთული პროცესია მეგობრებო. პრუჟინის მოხსნას გიწევს სხვათა შორის დამოვიწყდა მე თქვა, რომ საკაიფოდ იმოძრაოს და არ კონდეს რამე შეზღუდვა ამ პოზიციაში რო იაროს აქეთ იქით რაზვალმა, რომ მოარგო კარგად. ხიდის ამბავზე კი გითხარით, ხიდი უნდა გამოწიოთ უკან. დანარჩენი ისეთი არაფერი სხვა რა, ყველაფერი საკაიფო და ერთი იმ გაიკამ გადიხა, თორე უეჭველი მომშებოდი დღეს. არა უშავს, მოვალ, გავაკეთებ, გავიყვან მანქანას აქედან. მე წავიყვან უკვე რაზვალზე, გასასწორებლად, რომ ზუსტად ზომებში დასვან. აიგა მეტი არაფერი რა. ახლა მივდივარ რომ გაიკა წამოვიღო, რაც დავკარგე რა ბალკაში რაც შევარდა. მაგას წამოვიღებ, მანქანასთან წავიღებ ამ დღეებში, დავაყენებ და ეგ პრობლემაც მოგვარდება. მე დარჩება ორადორი ამბავი, გავასწოროს ხაჭდენია რაზვალი და ბაშბარი გადავაკეთებ. დანარჩენი ყველანაირი პრობლემა ჩაიხსნა. კიდე დამოვიწყდა ერთი ეგ პრობლემას არ წარმოადგენს, ამ ზეთის შესაძლებელი არის და ზეთ შევსვი ნაყიდი მაქვს. ეგა რა მეტი რა ვიცი, აი მედია რუჩნიკი კარგად დაიჭერსაც დავაჰაერეთ და ნახოთ.
ო, ეხლა უკვე მივდივარ გზაში ვარ. რამდენიმე დღეს შაგერთვებით და გავაკეთოთ ის ამბავი უცებ მოვაგვაროთ რა. არაფერი დიდი ფილოსოფია არ ჭირდება ამას. ყველაფერი გადახსნილდება მანქანასთან, პროსტა მანქანა ჩამოწეუნია. წამოუწევდა ისევ იგივე ეტაპზე დაუბრუნდება, სადაც იყო რა. პროსტა ჩამოუწიე მანქანა დაფო. მეტი არაფერი არ მიქნია, ანუ არც მიმიყენებია ხიდის ბოლტები და ასე შემდეგ რა. მოკლედ კოტე არ დამხვდა აქ რა. და დამიტოვა აი ეს იმენა ჯიგარი ხარ კოტე აქედან რა. თანახი რამდენი დაუტოვებია რა თმინდოდა ბიჭო ამდენი. მადლობა ძალიან დიდი რა იმენაძე მახარ. წავედი ხა ეს ვისი მანქანა არ ვიცი მე მგონი კარლოს მანქანა. არ ვიცი ზუსტად. ჩემნაირადა რაღაცები ბრაიდი უდევს. წავედი ხა აქედან და როგორც გითხარით მანქანიდან ჩაგერთვები. მანქანასთან მოვედი. ვიწყებ აქეთ მხარეს დაყენებას. აი ესე მოვიმარაგე რაღაცეები. ავწევ ხა მანქანა ჩეკებზე შემოვდე. დანარჩენი კი იცით რაც უნდა ვქნა. ავწიე მანქანა და დავიწყებ იქით მხარეს გაკეთებას, იმიტომ რომ იქით მინდა ბარემ გავასწორო პლუსში. ეხა მინუსშია რა დაახლოებით ალბათ -3, -4 იქნება. გავასწორებ 0-ში. მე გადავალ იქით მხარეს და всё. წესით დღეს მორჩება. მოკლედ ეხა გავზომე ტელეფონით და არის -4 რა. გავასწორებ ეხა 0-ში. პლუსში დავაყენე, ეხა +1 არის აქეთ მხარეს. მეორე ხარსაც +1-ში დავაყენებ. ჯო, ეხა ამორტიზატორის დაყენება დარჩა, ანუ პრუჟინის დაყენება დარჩა მანქანაზე. და მეტი არაფერი, всё, ყველაფერი რიგზე არის რა. გამიხარდა ეს ფაქტი, რომ პლუსში დავაყენე მანქანა და აღარ იქნება კემბერში. მაინც მანქანას რაზოლზე მევიყვან, თელები უკვე ჩამოვწიოთ, ანუ იქით რო იყოს მაგალითად 1 რაღაცა, აქეთაც 1 რაღაც რო იყოს. ანუ რო დაემთხეს ორივე რა. აქეთ გადმოვალ ეხა უცებ შევცვლი. და დავაპლიუსებ აქეთას და მივაყენებ დისკებს და всё, წავედით. ნახოთ როგორ დადგება უკვე მიყენებულ დისკზე. ტელეფონით რაც განსაზღვრე 1 წერია რა, ანუ +1. მოკლედ კიდე რომ გავიაროთ მეურვეო, ხიდის წამოწევა გიწევს თქო რომ გითხარით, აი ეს მაქვს წამოწეული. ნუ გადახსნილი მაქვს რა თქმა უნდა. აქედან მხარეს კი გითხარით რაც ხდება, გავასწორე 0-ში კი არა და +1-ში დაჟე და ეხლა ეს გავაძვრინე აი აქ. ცოტა ვიწვალე აი ეს. და უნდა მივამაგრო აქ. და ეგა. всё. აქეთ გამოვიდე ცოტა სინათლე არის. სანამ წავალ მანქანა აქ აი ესე. და ვიზადები წასასვლელად, მაგრამ სანამ წავალ იმას გეტყვით რომ აი ეს ორივე ქარხნული მაჩა გაჩუქდება. მომწერთ Instagram-ზე, აღწერაში იქნება ლინკი Instagram-ის და ვინც პირველი მომწერს, იმას გავოტან რა. არაფერი არ ჭირს. ну რა ვიცი. ესეთია რა. მეგობრებო, შუქი არ მაქვს. მე არ მაქვს რაღაცა შეს. და არის ესეთი სიტუაცია, მოკლედ ორივე მხარეს დავაყენე, გავასწორე, შეძლებს დაგვარად. აი ესე დგას. რავი 0-ში პლუსშია, არ ვიცი ზუსტად. რასაც მიჩვენებს ტელეფონი 0-ზე არისო და ხან 1-ია, ხან 0-ზე და მოკლედ რაზმალის აპარატი ჭირდება რა. ამ დღეებში მოვალ გავიყვა მანქანას. წავიყვან Z-ზე, წავიყვან კიდე რაზოლზე, რომ უკან მხარე გასწორდეს. ну, წინას რა თქმა უნდა, 4-ს სჭირდება გასწორება რა. შუქი ჩამიქრეს, მე მორჩი. დაახლოებით 10 წუთია შუქი არ მაქვს, არა მეტი. 20 წუთი არ მაქვს შუქი. ხო, მოკლედ ეგა რა, აქედან გავიყვან მანქანას და წავიყვანოთ ეგრევე დავეშვათ ტრეკზე, ნახოთ რა სიძავს. ну, პირველ რიგში რუჩნიკი უნდა მოვქაჩო, ნახო. დაიჯერს თუ არა. თუ არ დაიჯერა, მე უკვე მივიყვან დასაჰაერებლად აპარატით. ჩავლაგდები, აქედან წავალ და ეგა რა ჩაგერთვებით რამდენიმე დღეში. დღეისთვის ეს იყო მეგობრებო, მადლობა რომ პირველ რიგში ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, არ დაგავწნეთ არხის გამოწერა. დალაიქება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არხის განვითარებისთვის და ასევე მოტივაციისთვის. Instagram-ზე გამოყოლა არ დაგავწნეთ, იმიტომ რომ წინასწარი ნიუსები ვიდეო ხოლმე Instagram-ზე, რაც YouTube-ზე ვერ მოხდება. დროებით მეგობრებო, ჩვენ შევხვდებით ახალ ეპიზოდში. Rui გავიგდ ფეხბურთს დროა გადაწვა სენთან ისე დამოხდეს სიმწე შანსია დაგვართოს დემა დღეს თუ მიწაზე ვდგავარ ხვალ მოგმინდება ფრენა ბოლომდე დავანთე ცეცხლი რომ მიხდუ